დღეს შევგვთავაზებთ უგლუტენო პენკეიკების რეცეპტს. 2 კვერცხი, შაქარი, 3 სუფრის კოვზი, ვანილი. ავთქვიფოთ. კარგად. მე გამოვიყენე 2 ცალი დიდი ზომის კვერცხი, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ ზომა ლარჯი, მაშინ გამოიყენეთ 3 ცალი. ჩემი იყო ექსტრა ლარჯი, ამიტომ 2 ცალი გამოვიყენე. დავამატებ 1/3 ჭიქა ზეთს. დავამატებ ასევე რძეს, ნახევარ ჭიქას, ცოტა მარილი და გავაგზავნებ ათქვეფას. დავამატებ 3 სუფრის კოვზს, არაჟანს. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ყველი რიკოტა. ჯერჯერობით დავამატებ 1 ჭიქა ფქვილს, უკვე გამაფხერებელით აქ დავამატებ 1 ჩაის კოვზი და თუ მასა ძალიან თხელი გამოვა, აუცილებლად დავამატებ კიდევ ფქვილს. ვიყენებ ტამის ამ ფქვილს. ამჯერად გამომივიდა ნორმალური სისქის. ამიტომ აღარ დავამატებ არც ფქვილს და აღარ არაჟანს და გადავინაცვლებ გამოცხობისკენ. მაგრამ მანამდე აუცილებლად დავასვენებ ცომს დაახლოებით 10 წუთი. რაც უფრო დიდი ხნით დავასვენებთ, უფრო უკეთესია. აი ასეთი მასის გამოვიდა. საკმაოდ სქელია. მე გამოვიყენებ ამ ზეთს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ზეთი. გამოვიდა ჩემი პენკეიკები აი ასეთი. ხერცელს გავხსნი შუაზე და ვნახოთ როგორია. ძალიან გემრიელია. არაფრით ჩამოვარდება ჩვეულებრივ გლუტენიან პენკეიკებს. მედია თქვენც გააკეთებთ და მოგეწონებათ.